პირველ რიგში მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ მერეს, მე გადაცემის წამყვანი ირინა ქიქოძე ვარ. დღეს ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნა ბრენდმა კიარამ, ხოლო ჩვენი ჩამწერი სტუდია პოდკასტ კორნერია. ეხლა გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე, რომელიც არის ნუკი კოშკელიშვილი. ნუკი, როგორ გიკითხო? შენ როგორ ხარ? მე ძალიან კარგად ვარ, რადგანაც აქ ხარ და ჩამოხვედი. როგორ მიხარია რომ მოვედი შენ პოდკასტში? იცი როგორ მომწონს? მართლა ის ძალიან მომწონს და მინდა რომ შენ მაყურებელს უთხრა, საერთოდ ამას არ ყვებიან ხოლმე ესე პოდკასტებში, არ იციან რა ხდება პოდკასტს მიღმა, მაგრამ ირინამ გარდა იმისა, რომ ბევრი ხნის წინ მომწერა, რომ თუ შეიძლებაო, წარმოგიდგენთ 15 წელია ვარ ტელევიზიაში და აი ესეთი პროფესიონალური მიდგომა როგორც ჩვენ გქონდა, მე ჯერ არასდროს მქონია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხო ძალიან ისე მწერდი, ძალიან სასიამოვნოთ და ძალიან კარგად, ასევე დათუნას ამბავზე უნდა მოვყვე აუცილებლად. ირინა მომწერა, რომ მე არ ვარო სკანდალისტიო, არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვაწყენინებო და დათუნა სულიკაშვილი ყავდა სტუმრად, რომელმაც თქვა, რომ აი ჩემი ამბავი რომ მოხდაო, ძალიან მეწყინა ნუკისგანო და ესო გავაჟღეროთ თუ არ გავაჟღერთო, მე მკითხა ხალხნო. სადღაც პოდკასტში რომ მიდიხარ, ერთი სული აქვს, რომ ვიღაცამ ვიღაცაზე ცუდი თქვას და ეგ გამოჭრან და დადონ და ირინა მითხრა, რომ თუ არ გინდაო, რომ ეგ დავდო, მართალია არაფერი ცუდი არ უთქვამს. ბენი მირეკა. ერთი წუთი. Say hi to everyone. Hello to everyone. Hi. Can you ნახავდეს. ხო და ძალიან გული ამიჩუხდა იმაზე. იმის და მიუხედავად რომ დათუნას ცუდი არაფერი რეალურად არ უთქვამს ჩემზე და მე ძალიან გულზე მომხვდა რომ ესე წინა და მე არ ვიცოდი მისი ამბავი და არ ვიცოდი თუ მართლა ესეთი პრობლემები გქონდა სხვა შეს უნდა დაურეკო აუცილებლად მოვიკითხო იმიტომ რომ შემცხვა. მაგრამ ძალიან მესიამოვნა შენგან რომ შენი პოდკასტი ესე იგი არ არის დაფუძნებული რაღაც სკანდალებზე და უაზრო რეიტინგებზე. მართლა გაინტერესებს რესპონდენტის ამბავი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ შემიძლია ეს რაღაც ოღონდაც რაღაც გამოდო და viral მომენტი გახდეს და ანუ არ შემიძლია ერთმანეთის დაპირისპირება ამ ხალხს და რა გავაკეთე? ძალიან კარგია. ძალიან კარგი თვისება არის ეს და მე მჯერა რომ რაღაც კეთილგანწყობილი როდესაც არის გადაცემა, მაშინ შენ სტუმარსაც ყოველთვის მოუხარდება და მოსვლა გავაერთიანე და მოუხარდება და მოვიდა. ზედმეტად კომფორტულად ვარ, იცი? აი ძალიან კომფორტულად ვარ და უხერხულად ვარ, რომ ძალიან კომფორტულად ვარ. რატო? ეგ არ არის მთავარი აზრი. აი ესე რომ ხარ, არ ვარ ამას მიჩვეული მიხდი. ვარ მიჩვეული, რომ წელში გამართული უნდა ვიყო და არა კომფორტულად. რაც გვინდა ის ვქნათ, ეგრე არის ეს. რა კარგია. იცი რა მაინტერესებს ნუკი? ან დედა ხარ, შვილი ხარ, ცოლი ხარ, ქალი ხარ პირველ რიგში, ბიზნესვუმენი ხარ, every woman ხარ ჩვეულებრივად. რაინაირად აი 24/7-ზე სულ მუშაობ და სულ ნონ-სტოპი გაქვს. ანუ როგორ ახერხებ? ანუ შენ თავს როდის უთმობ დროს? არ ვუთმობ ჩემ თავს დროს. ოღონდ იმიტომ კი არა რომ ვაიმე აი მიწევს მუშაობა ან რა ვქნა ხო და მე თვითონ ვარ ეგეთი ხასიათის. აი 2 წუთი რომ მქონდეს, რაც მაქვს ხოლმე ხანდახან ხო არის რა იცი შენი თავისთვის გაქვს 2 წუთი. იმ 2 წუთს აჰა ბავშვს ძინავს, ეს გარეცხილია, ბენთანა ეს ყველაფერი. აი ახლა კიდე რაღაცას გავაკეთებ, მოვასწრებ. არასდროს არ ვიღლები დასვენებისგან. არ მიყვარს დასვენება. არანაირ არ მინდა დასვენება, არასდროს არ მინდა რომ აი დამანებად სულ ყველა მთავიდაც გავგიჟდები კიდეც. მე მინდა რომ სუჩქებდეს ცხოვრება და სულ რაღაცები ხდებოდეს და არასდროს არ ვჩერდები. აი იმისავით ვარ, მტვერსას რუტივით ვარ, აი სულ რაღაცას, სადღაც რაღაცას ვაკეთებ. და არ ქონია ესეთი მომენტი, რომ აი დავიღალე და აღარ მინდა, აი ერთი მომენტი მაქვს. დავიღალე მაქვს, ხშირად მაქვს, მე რაღაც ისტერიკებიც მემართება ხოლმე, ხო იცი, რომ ეჩხუბები ყოველს ბავშვს რო დაუღრიალებ, ქმარს რო დაუღრან, ყველას რო ეჩხუბები ერთიანად. მე იმათ ვეჩხუბები, დავტუქსავ, ისინიც უთხასიათზე არიან, მე მომეშვება და აბა დავიწყეთ ახლა ახლიდან და ვიწყებ ახლიდან ქოთქოთს. მიყვარს ქოთქოთი და მიყვარს საქმიანობა. აი ამითი ვარსებობ. ყველაზე რთული მომენტი რა გახსენდება კარიერაში შენთვის, რაც ანუ გამოცდილება მოგცა, ან აი აღარ გაიმეორებდი. ყველაზე რთული მომენტი ალბათ ჩემს კარიერაში არის აი 2 წლის წინ რო დაიწყო რაღაც აქტიური ბულინგი ჩემი სოცქსელებში. აი ეგ იყო ყველაზე რთული. იმის მიუხედავად რომ ისეთი დებილობები მიკეთებია, იმდენ რაღაცაში ვყოფილვარ, იმდენ რაღაცა ისეთ ტელევიზიაში ყოფილვარ, ასეთ რაღაცაში ყოფილვარ, იმდენი ჭორი ყოფილა, უჭორობა ყოფილა, აი ყველაფერი ყოფილა, მაგრამ აი ეს რაღაცა თან იცი როგორც ცუდად დაემთხვა ძალიან. იმიტომ რომ ორსულად ვიყავი მომეშალა მუცელი ზუსტად მაგ პერიოდში. და არ ვიცი აი მაგიტომ განვიცადე ესე ძალიან რომ თან ეს მიხვდი დაერთო და მე თან შინაგანით რაღაცნაირად აბრალებ ამ ნერვიულობას იმას. ახლა რა თქმა უნდა ეგ სისულელეა, მაგრამ ნუ აი ტვინი აბრალებს ყველაფერს იქ.
ან როცა რაღაცა ცუდი ხდება, მიდის ბრალდება, ეგ ადამიანის ბუნება არის და ჩემმა ტვინმა გადაწყვეტა, რომ რაღაცის ბრალია და ეს ბულინგი მე ეს არ წყდებოდა, მე რაღაცა გავიგერო თურმე ეს ხელოვნურად შექმნილი იყო. ამ ყველაფერმა ძალიან დამძაფრა, თუმცა იმდენი რაღაც მასწავლა. იმდენი საერთოდ ცხოვრებაში მე მჯერა რომ რა გამოწვევებიც გვხდება, ყოველთვის გვხდება იმისთვის რომ რაღაცა ისწავლო, იმიტომ რომ ცხოვრება გამზადებს მომავლისთვის, რაღაცისთვის გამზადებს, რომ ის რომ მოხდა სამაგეროდ ახლა ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა რომ მოხდა, ეს ამიტომ ხდებოდა. და მე მადლობელი ვარ იმ პერიოდის. თუმცა შენ კითხვაზე პასუხი ის არის რომ მილიონი რაღაცა მეკეთები, მაგრამ ეს ვერ ავიტანე. ეგ რთული პერიოდი როგორ დაძლია, რა დაგეხმარა? ფეხებზე დავიკიდე. მეც მასწავლეთ ვართ რანაირად. ოსკარ ვალდს აქვს ნათქვამი, რომ როდესაც შენზე ლაპარაკობენ, მაგაზე არ უნდა იდარდო. როცა შენზე აღარ ლაპარაკობენ, მაშინ უნდა იდარდო და მივხვდი, რომ ძალიან კარგი ლაპარაკობენ. ესე იგი, ნახე, რომ დავფიქრდი კარგად მაგაზე, მივხვდი, რომ ეს არ არის ცუდი, ეს არის პირიქით კარგი. იმიტომ რომ ერთი გამაკაჟა ზოგადად ამ რაღაცა არ ვიცი რა დავარქო მაგას და მეორე ის რომ ვისწავლე კიდევ უფრო მეტად სიცილი. მე საერთოდ ყველაფერს ცხოვრებაში ვდგები, იცი რამდენი ხარხარით. და ეს ახლა პირველად და მართლა გეუბნები, ახლა ხვალ რომ ზუსტად იგივე დაიწყოს გავსკდები სიცილით, მაგრამ მაშინ რომ ძალიან რთული იქნება. მომეშალა მუცელი და ეს ყველაფერი ეს ემოციური ფონი, ჯამრთელობა, ყველაფერი ერთად რო იყო, ამან დამთრგუნა და რაღაცნაირად მაგიტომ ვიძახი რომ ეს რთული იყო თქო, თორემ მართლა რთული კი არ იყო. არცაფერი არ იყო. მე მაინტერესებს რამდენი ბულინგიც არ უნდა შემოსულიყო შენთან მიმართებაში და რამდენი კომენტარიც არ უნდა წაგეკითხა რეალურად და რა რთული პერიოდიც არ უნდა დაგიდგეს. შენ არასდროს არ ბოროტდება ბჭყალებში, არ უბრუნებ ჰეითით და სულ პოზიტიურად ხარ. არასდროს არ უბრუნებ, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი რატომ და დაუბრუნო. არავინ არ იმსახურებს ჰეითს და მით უმეტეს ხო იცი, ახლა იტყვიან მამამ პარიზში რო წაიღო დიდი ხანია ინგლისურად დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ამ ფრაზას ვიტყვი რა, hurt people hurt. მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაღაცა გულის ტკენა, ტკივილი, კომპლექსი, სიბოროტე გულში, ოღონდ სიბოროტე მე არ მჯერა რომ ვინმეს აქვს გულში, არავის არ აქვს გულში სიბოროტე, მართლა გულწრფელად მაგის მჯერა. მე მჯერა რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ვიღაცა მატკინა. და ისინი ტკენენ სხვას. ვინც არის თა ინგლისურად ძალიან კარგად ჟღერს, იმიტომ რომ hurt people ნიშნავს რომ ვიღაცა მატკინა ადამიანს და ის ადამიანები hurt people, ტკენენ ადამიანს და ეს 100% სიმართლეა. ამიტომ მე დავუბრუნო, ვიღაცა იტყოს ჩემზე ცუც. წარმოიდგენ, არ ვიცი. fake account-ი დაწერს, რომ მახინჯი ეგ. შენ ხომ არასდროს არ გაგიჩნდება სურვილი, რომ ვიღაცას დაუწერო, დაჯექი და არ ვიცი მე, ვიღაცას დაუწერე, რომ არ გაგიჩნდება, რატო? იმიტომ რომ არ გცალია მაგისთვის, იმიტომ რომ შენი საკუთარი თავი გადარდებს უფრო მეტად ვიდრე ვიღაცა მახინჯია თუ ლამაზია. შეიძლება მახინჯია ის კაცო, მაგრამ შენ თუ კარგი გული გაქვს, შენ ის გეცოდება რომ მახინჯია, ან გული შეგტკივა რომ მახინჯია. ან მე ვინ მეკითხება საერთოდ. ან შენ ვინ გეკითხება საერთოდ, ხო და არ წერ რა მაგას და როცა წერ, ესე იგი რაღაცა გტკივა და იცი რამდენჯერ დამიფიქსირებია, რომ მაგალითად სახში ვიჩხობებ ენთან, ხო? გარეთ გავედი და არ ვიცი, სადღაც შევიდი და ვიღაცამ ნერვები მომიშალა. იმ ვიღაცას მე მინდა რომ დამანებე თავი გავუკეთო. ანუ რას აკეთებთ ამდენი ხანი ქალბატონო? ცოტა დროზე გაიარეთ რა, წინ რომ იდგახართ. ესე იგი, მე ამ დროს ვარ გულნატკენი, ოღონდ იმ ხალზე მე არ ვარ გულნატკენი. მე სახში რაღაცაზე მეწყინა და ამიტომ იმაზე გამოვხატავ. შესაბამისად, ყველაზე სწორი და ადამიანური მიდგომა არის, რომ როდესაც ვიღაცა შენ ჩაგრავს, უნდა ჩაეხუტო. უნდა ჩაეხუტო და უთხრა არ აუშავს. ყველაფერი კარგად იქნება. არ ნერვიულო. მიდი. ძალიან მე მაგალითად ეგ არის რომ ეგ არის ჩემი რთული, ერთ-ერთი პრობლემა რომ რაღაცას რომ ღიზიანებ, საერთოდ ყველაფერს ღიზიანდები და მე რა ის ვსკდები. ეგრეა. მე მას ხავს, შეიძლება გადავყობო და ნერვები მეშლება რა ყველაფერს. ვიკავებ, მაგრამ ან უნდა ვიტირო, ან უნდა ვიჩხუბო, შენ ესე იგი ესე უმკლავდები შენს პრობლემებს. მე არ მჭირს ხოლმე ესე რომ გავბრას და ბენმა თუ არ მომიშალა ნერვები, ისე იშვიათად რომ ვიღაცა მომიშალოს. იმან იცის რაღაცას ისე სიზამს. ისე იტყვის რომ უხრას უზარ. რა დაამუღამა რა, 3 მილიონმა ადამიანმა საქართველოში ვერ დაამუღამა და იმან ერთმა დაამუღამა, რომ გამამწარებს ხოლმე რაღაცით და ხო ის ნერვს მიშლის. რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობ შენ და 13 წელი. და რამდენი ხანია მაგინა რაც ცოლ-ქმარი ხართ? 11. როგორ გაიცან გაცნობის ისტორია რომ მომიყვა შეგიძლია? როგორ გავიცანით და როგორც
ჩემი და ბუბუ იყო და ვიღაცებს ვედებოდი მაგ პერიოდში და აი რომ ვედებოდი არ მომწონდა არავინ და რაღაცა ხო აი რო არ ეწყობა ურთიერთობა. კი. ვედები ვინც არიცით ეს რაღაცა ახალგაზრდული სლენგია ნიშნავს რომ აი კი არ ხვდები აი მთლად არ დადიხარ პაემანზე, მაგრამ თან მოგწონს და თან აი მიდებ-მოდების პერიოდში ხარ. ხო და ნუ აი რაღაცა არა ეწყო ეს ურთიერთობები და მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ვიყავით ჩემთან სახლში და დავიწყეთ ხუმრობა რომ მოდი დავრეგისტრირდეთ გასაცნობ საიტზე, მოდი სახელები შევცვალოთ რომ ანუ მაშინ Facebook-ზე ვერ გიპოვო ფოტოები შევცვალოთ და ვიღადავთ და დავრეგისტრირდი ესე რომ დავრეგისტრირდი გავიცანი რაღაცა 3 ბიჭი. ერთ-ერთი იყო ბენი. ამ გასაცნობმა საიტმა მე მალევე დამბლოკა. იმიტომ მითხრა რომ იყენებ ცნობილი ადამიანის ფოტოსო. მართლა გეუბნები რა არ მაშინ გავიგე რომ ცნობილი ვარ. დიდასფიცა რომ მაშინ გავიგე რომ ვაუ მეთქი ანუ მე ცნობილი ვარ და დამბლოკა, მაგრამ სანამ დამბლოკავდა ბენმა მომწერა რომ ძალიან ბევრი ფეიკი არისო და თუ შეიძლება Skype იყო მაშინ რომ უბრალოდ ერთი ზარი გამოუშვა Skype-ში რომ დავწმუნდე რომ შენ ხარ და ვიღაცა ბიჭი არ არის სომალიდან მაგალითად. რაც ხდება ხოლმე? რაც ხდება ხოლმე ძალიან ხშირად და Skype-ი შეგვრჩა. ანუ საიტმა დამბლოკა ის ორი ბიჭი კიდე ვინც გავიცანი იმას თან ვეღარ გავაგრძელე ურთიერთობა და ბენთან დავიწყე მეგობრობა. იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო ჩემი და ჩემი და ქარის მხრიდან არავინ არ აპირებდა ხა მაინდა-მაინც უცხოეთთან ურთიერთობას ესეთ მჭიდრო უცხოეთი ვინ არის? უცხოელთან. და დავიწყეთ მეგობრობა. 1 წლის განმავლობაში აი როგორი მიწარმოწარა გქონდა, იცი, აი მომიყევი საქართველოს შესახებ, აუ მაჩვენე ნიუ-იორკში რა ხდება. მე მას ყავდა ვიღაც შეყარებული, მეც ვიღაცა კვლავ ვედებოდი. და ეს რაღაცა ურთიერთობა ესეთი მეგობრული იყო, ვიდრე წინა საახალწლოდ მე უკვე აღარავინ აღარ ყავდა, მასაც არავინ აღარ ყავდა, უკვე მე მგონი რამდენიმე თვე ისე რა ვლაპარაკობდით. არა რომანტიული სახე ქონდა ამ ყველაფერს. უცბად არსაიდან მომდის ეს მესიჯი ხოჩის დასკრინული გვაქვს სადღაც ბენს აქვს მე მგონი შენახული აი ძველი iPhone-ის ის აქვს ინტერფეისი აქვს ამ მესიჯს მოწერილი აქვს რომ მე მგონი შენაირი ადამიანი არასდროს არ შემხვედრია მგონი ცოლად უნდა მოგიყვანო და მეტი არაფერი ეს მესიჯი მომწერა ვიცინე იმიტომ რომ რატომ დააღიქვა ეგ სერიოზულად ხო არ გაქვს რაღაც რომანტიული მიმოწერა და მწერს ჩემი მეგობარი ორგანიზატორი ერთ-ერთი მაშინ კორპორატიულები იყო წინა საახალწლოდ ამით ვშოულობდით ძირითად ფულს რომ ორი კორპორატიული გადაიდო და აი ეს ერთი კვირა მაქვს თავისუფალი ამერიკაში არა საქართველოში ოპა მეთქი ორი კვირა მაქვს თავისუფალი ანუ არაფერი არ ხდება ავდგები ბილეთს ავიღებ წავალ ნიუ-იორკში თქო აი ავიღე ბილეთი ავიღე სასტუმრო, რომ თუ არ მომეწონება თუ გიჟია და რაღაცა ნიუ-იორკს დავათვალიერებ რა მოხდა, შეიძლება მუზეუმებში გავივლი და მივწერე რომ ბილეთები ავიღე და ჩამოვდივარ თქო. იმან ალბათ თავბედი იწყეულა ანუ ეს. ანუ ვიხუმრე ქალბატონო, ეს კი მართლა კი არ მომყავს ცოლად და რას ლაპარაკობ. მე ვიზავდი მაგას ჩავიდოდი. და ჩავედი და დამხვდა აეროპორტში. და სხოჩი ძალიან ჯენტლმენი იყო. მიმიყვანა სასტუმროში და დამტოვა. და ბიჭექი ეს მახსოვს ამ სასტუმროში და ანუ ეხლა რა ვიცი ანუ გავესეირნებინე ან რა ვიცი რაღაცა დავეპურებინე რაღაცა ეკნა ამ ბიჭს და ის თურმე ნერვიულობდა იყო სასტუმროსთან არ იცოდა ანუ მე დასვენება მინდა არ მინდა და ეს რაღაცა 3 საათი იდგა გარეთ სასტუმროსთან მელოდებოდა მე როდის მივწერდი რომ მე უკვე დავისვენე გადავივლე და რა მინდა რომ ვაკეთო და მოკლედ მე დამათვალიერებინა მთელი ქალაქი და ეს რაღაც ერთი კვირა ესე ერთად დავდიოდით და შეგვყვარდა ერთმანეთი რანერი რომკომის ის სცენარი და ბენის გამოგადახოდი ამერიკაში ხო რა თქმა უნდა ბევრი ვიფიქრეთ ჩვენი მის შესახებ სად ჯობდა ყოფნა ანუ ის იძახთ რომ ნუ შეგვიძლია აქ გადმოვიდეთ საცხოვრებლად შეგვიძლია იქ წავიდეთ საცხოვრებლად და რა თქმა უნდა ბევრი არა ოღონდ ეხა მინდოდა რომ მეღადავარო რა თქმა უნდა თქო ვიზა მინდოდა კი არა მოქალაქეობა მინდოდა და იქ წავედი მაგრამ იმას უფრო უნდოდა მოქალაქეობა და არ გაუსწორე ეგ. რაღაცნაირად გადავწყვეტეთ რომ იქით ჯობია რომ იქით გადავიდეთ, იმიტომ რომ იქ სტაბილური სამსახური არსებობს, ბენს აქვს სტაბილური სამსახური. აქ აი ეს მაშინ რაღაცა აი არასტაბილურობის შეგრძნება იყო ტელევიზიიდან ტელევიზიაში დავხვდოდი ბენმა ენა არ იცის და ხო იცი ეს შემეშინდა და ვიფიქრე რომ მოდი მე წავალ და ჯობია მე ავეწყობი იქ ვიდრე ხა იმას რაღაცა ამ ხელს სტრესი მივაყენე მით უმეტეს რომ აქ ყოველთვის ჩამოსასვლელი გვექნება და მეც მინდოდა რაღაცა სიახლე. და როგორია ამერიკაში ცხოვრება?
ჩემთვის უკვე მეორე სახლია, ძალიან კომფორტულად ვარ. პირველი წელი ახლა ვიღაცა მეუბნებოდა ემიგრაციაზე საკმარის არ ლაპარაკობ. ურთულესი რამეა ემიგრაცია, იმიტომ მიუხედავად რომ მე ვერ შევედრები ემიგრანტებს, რომლებიც წავიდნენ და არაფერში ჩამოდიან და ეხლა იქ რო ჩავიხედე, ხა ძალიან ბევრი ვიღაცა ჩემი ნაცნობი ჩამოვიდა რაღაცა ვხედავ რა როგორ სიცარიელეში ჩამოდიან. არა ბინა, არა სამსახური და მე რიწყება ეს სამსახურის ძებნა, საბუთების გარეშე, იცი რა ისტორიებს ვისმენ. ირნა ერთხელ უნდა ჩამოხვიდე და ემიგრანტებს ინტერვიუ ჩამოართო. შენ ამბებს მოისმენ ქალების. ყველაზე საოცრება არის, რომ ეს არიან ქალები, ესენი არიან ქალები, რომლებიც არ ვიცი რას გადიან. ის რეებს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ არჩინონ ჯახები. რეებს, ძალიან დამაინტერესა. ნუ არ ვიცი, მე ვიცი ქალი, რომელმაც თავის ზურგზე მოისვა 7 წლის ბავშვი, თავის მკერდზე ყავდა 6 თვის ბავშვი და მექსიკაში ესე გადავიდა მდინარეს, მოხვდა ციხეში, წაართვეს ბავშვები, იპოვა ეს ბავშვები და ნუ რეებს გადის, იცი? წარმოუდგენელი ამბებია. წარმოუდგენელი. მე როგორ ფილმებში გაქვს ნანახი Pursuit of Happiness, Will Smith-ი რო თამაშობს, შვილი რო ყავს პატარა და სამსახურს ეს ვიცი, მაგრამ შეიძლება შემომაყურებელნი იცოდეს. რო გგონია, მანდ რომ ეგეთი ამბავი არ არსებობს, ანუ არ არსებობს ადამიანს ესე უჭირდეს. მაგას გადიან ეს ქართველები და წარმატებასაც აღწევენ. და ყველას ფინიქსის ჩიტივით რაღაცნაირად ახლიდან ისხავენ ფრთებს. საოცარი ქალები ყავს ქართველებს. ვერავინ, მართლა თამარ მეფე, იმიტომ იყო მეფე, რომ ქართველი ქალი არის მეფე. გეუბნები მე დავინახე ემიგრაციაში. ეს დედები შეიძლება შვილი აკყავდეთ დატოვებ. იმ შვილებს ესე გაივლი ვერ მიხვდები, რომ რამე უჭირთ. ისინი კარგად ჩაცმულები, კარგად დახურულები, ყველაფერი ქმრებით სხვათა შორის. კარგად ჩაცმულები, კარგად დახურულები, კარგად ნაჭამები და ის დედები არის ჯარი. საქართველოს ეგეთი ჯარი ყავს ქალების. ქალების საოცარი ჯარი, რომელიც ემიგრაციაშია. და რომლებიც, იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთ ოჯახებს კონდეთ მყარი და სტაბილური მომავალი. იმისთვის, რომ აქ ბინა იყიდონ და ჩამოვიდნენ. ოღონდ მე ცხოვრება გადის, იცი, აგროვებენ ამ ფულს, რა ეხა შევაგრებ, ვიყიდი ბინას და მე ჩამოვალ. და მე ხშირად ისე ხდება, რომ შვილი ეუბნება დედას, რომ არა, ჯერა ჩამოხვიდე და ჯერ კიდე მანქანაც მინდა, ჯერ კიდე ის მინდა, ჯერ კიდე ეს მინდა, კიდე ეს მინდა, კიდე ეს მინდა და ეს ქალები დედა ვერ იძახის უარს და აგრძელებს მუშაობას. და ბირული შრომა. არ აქვს თან მნიშვნელობა, სად მუშაობს, შეიძლება ვიღაცა ბებიასული და შეიძლება ოფისში მუშაობდე, მაგრამ ამერიკას სხვანაირი ცხოვრების რითმი აქვს. აქ იცი როგორ არის, რო ჩამოდიხარ, სიმსუბუქეს ხედავ რა თვალსაზრისით. მოხვედი სახში, ყავაზე მოვა და ქალი. ვიღაცა გადაგირბენს, მეზობელი დაგიკაკუნებს, ვიღაცის ნახვა გინდა, კარგი რა, შეთანხმებაც არ გჭირდება, წახვედი, მოხვედი. იქ იმ ქართველიც ქართველს რო შეხვდეს, ერთი კვირით ადრე უთანხმდები. იქ დილის 5 საათზე იწყება ცხოვრება და მთავრდება სადღაც 12-ზე. და მოგწონს, არ მოგწონს ეგრე ცხოვრობ. რასაც არ უნდა აკეთებდე, დილის 5-ზე იწყებ ცხოვრებას. იმიტომ რომ უნდა ადგე, უნდა გააკეთო ეს მე სანამ მიხვალ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში, სხვანაირი ცხოვრების რითმია და არ ვიცი, აპლოდისმენტები ყველა იმ ქალს და კაცს, ვინც არის ემიგრაციაში, არა მარტო ამერიკაში, იტალიაშიც არის, სადაც გინდა. იმიტომ რომ პირველად ამნახე ეს ხო სუმესმოდა. სუმესმოდა შორიდან, მაგრამ სანამ შენი თვალით არ დაინახა, ვერ წარმოიდგენ. მართლა საოცარი ისტორია. ხა ჩავფიქრდი და ვერ გამოვდივარ მაგაზე. ერთხელ ვიყავი რაღაცა გამოფენა გაყიდვა იყო ნიუ-ჯერსიში, პრინსტონში იყო ესეთი პრინსტონის უნივერსიტეტთან იყო. მეგონი ხო უნივერსიტეტთან იყო ეს ძალიან დიდი გაყიდვა და ნუკი კოსმეტიქსი მონაწილეობდა. და ასევე სხვა ქართული ამბავი იყო ეს ოღონდ. და მან ვიყავი ბევრი ქართველი მოვიდა და მოდის ქალი. მოდის კი არა მორბის. მე ოჯახში ვმუშაობ 2 წელია მე ხმა არ მომიღიაო ქართულათო და ეხაო ჩემო ოღონდ იცი როგორ თქვა ჩემო მე პატრონე მიახლოებით ეგეთ რაღაცა თქვა ჩემო მფლობელმა ვისთანაც მუშაობს მითხრა რომ ქართველები არიან აქ და გამოვიქეც ეს წურწულები მოდია და ცოტათი უფრო ასაკოვანი ქალი იყო და გამოვიქე ეხა ვიტირებ ხო და ეხა გამოვიქეცი იმიტომ რომ მინდა რომ ქართულს დავაპარაკო ის არაფერი არ უნდა და არც არ ფრსყინო არ უნდა და არაფერი არ უნდა უბრალოდ უნდა რომ ვიღაცას დავაპარაკებოდა და ეს თვითონ მელაპარაკეთ არასდროს არ ვტირი არა და გადაცემ შენი ბრალი იყო ხო და მე ეს გზა არ გამივლია რა თქმა უნდა მაგრამ ჩემთვისაც რთული იყო გენატრება რა რაღაცები ხდება ჩამოდიხარ და
ვიღაცები ცოცხლები არ ხვდებიან. სხვა დღეს ჩავწეროთ რა გადაცემა. არა. ხელსახუცი სტუდიაში არის შანსი. ჩატვალეტის გაღალდი სტუდიაში გთხოვთ. ვაიმე. არა. რითი გაგამხირულო ვერ არ ვიცი რა რაღაცაზე ვიღადაოთ ეხა გთხოვ. აი მოდი ახ გადავხტები უწყვეტ. ნუკი კოსმეტიქსის ახალი პროდუქცია. ხო. ანტიტირილები. ნუ ახე უწყვეტ. აი მოდი გადავხტები. შენი ეს ნუკი ხარ girls girl. Girls girl ვარ რომელიმე ქალთა ხალი ვარ. ანუ ქალებისგან. ქალები იცი როგორ ის სეპორტერი ვარ ქალის, აი სულ რომ ყველაზე ისეთი ქალი იყოს რა არავინ რო არ ეთანხმება მის აქციელს და ყველას რომ აი ანუ ცალსახად რომ თანხმდებით რომ პროჯია მაგალითად რა. მაინც მაგის მხარეს ვიქნები ყოველთვის, იმიტომ რომ ქალი თუ ქალს მხარში არ დაუდგება სხვანაირად არ გამოვა. გეთანხმები 1000%-ით. და არ მჯერა რომ მე უკვე გითხარ არ მჯერა რომ არსებობენ ცუდი ადამიანები და ქალები მithutეს. კაცები უფრო. ნუ ეხლა არ ვიცი კაცებმა კაცებზე ილაპარაკონ. შენ როგორ ფიქრობ ვარ girls girl? ჩემი აზრით ძალიან girls girl ხარ. იცი რა, აი სხვათა შორის ნუკი კოსმეტიკშიც, აი თვითონ თავარი ხაზი, ხო? ეხლა რაც მე მაქვს. ხო არის იდენტობა ბრენდის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ბრენდის იდენტობა, ნუ გარდა იმისა, რომ აი სულ ვაწვევი იმას, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად და სულ ჩემ თავს ვადარებ ზარას, ხო იცი ზარამ დაიწყო ესპანეთში და ესპანეთში კაპიკები ღირდა ზარა. და საზღვარგარეთ ყიდი და უფრო ძვირად. იმიტომ რომ იძახდა რომ მინდა რომ ესპანელებს კონდეთ საუკეთესო ხარისხის ძალიან ხელმისაწვდომი ამბავი და საზღვარგარეთ ვიშოვი ფულსო აი ზუსტად ისევე ვაწვევი მაგრამ თან მინდა რომ ნუკი კოსმეტიქსი იყოს როგორ რაღაცა იცი აი ის კი არა რომ წაისვი ტონალური და ლამაზი გოგო გახდები არა შენ უკვე ძალიან ლამაზი ხარ ყველაზე მაგარი ხარ ყველაფერი გამოგივა და აი მე თუ გამომივიდა კოსმეტიკის გაკეთება მე თუ გამომივიდა ის რომ ეხლა ხო შეიძლება მოგიყვები ახალი რაღაცები ამბები მაქვს გუშინდელი გაჩვენებ მე თუ ესეთი რაღაცები გამომივა შენ ყველაფერი გამოგივა და ჩვენ უბრალოდ იცოდე რომ როცა წაისმევ ჩვენ ტონალურს ის კი არა რომ ის გაგალამაზებს იცოდე რომ ყურში ჩაქშურშურებს რომ ყველაფერი გამოგივა და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და მხოლოდ წინ და არასდროს არ გაჩერდე ძალიან მაგარია აი ძალიან მაგარია და ამერიკაში და საქართველოში ფასთა სხვაობა დიდია დიდი არ არის თუმცა არის ფასთან სხვაობა მეცაც გეტყვი სხვადასხვა პლატფორმებზე სხვადასხვა ფასია, იმიტომ რომ ქართველებისთვის ახლა Instagram-ზე ძირითადად პირდაპირ საიტიდან უწევ ხოლმე რეკომენდაციას და მანდ ყველაზე დაბალი ფასია, Amazon-ზე უფრო მაღალი ფასია, არის რამდენიმე ადგილი ლოკაცია, სადაც იყიდება თვითონ ნუკი კოსმეტიქსი და მანდ კიდე უფრო ძვირია, ამიტომ ჩემ გოგოებს, ანუ ქართველ ემიგრანტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ პირდაპირ შეიძინეთ საიტიდან, არ წახვიდეთ არც Amazon-ზე, არ წახვიდეთ არც მაღაზიაში, იმიტომ რომ ის არის უცხოელებისთვის. ის რა გრძნობა იყო შენი ვიდეო ნახე TikTok-ზე. ის რო იბეჭდებოდა და რო აღარ ეწერებოდა უკვე არაფერი და რო დაგიქრაშა საიტი. აი ეგ მახსენდება მაგაზე, აი Kylie Jenner-მა რო პირველად Kylie Cosmetics რო გამოუშვა და რო დაეკრაშა საიტი, ზუსტად იგივენაირად დაგემო. რა გრძნობა იყო? ანუ ეგ იყო პირველი შოკი რაც და არა, იცი რა, თავიდან სიმართლე გითხრა, მე უბრალოდ მეგონა რომ ჩვენი საიტი გაფუჭდა. საიტი გაფუჭდა და ნუ ბენი იყო ხაზზე რომ რა ხდება, რატო გაფუჭდა გთხოვთ სეპორტი და იმათ მოგვითხრას რომ იმდენი შეკვეთა არისო რომ დაიქრაშავ, ანუ არ ქონდათო აღებულია ეს რაღაცა გათვალისწინებული რაოდენობა და უბრალოდ ვერ უმკლავდებით. არ არსებობს მეთქარ, ნუ არ არსებობს, გიშორებენ. გიშორებენ, იმიტომ რომ ნუ სხვა დასიძა ერთი დღე ვიყავით ხაზზე და მე რბოლოს გამოასწორე და რომ გამოასწორე და აი რომ გახეთქა, მართლა არ ჩერდებოდა ეს პრინტერი. და ვიჯექი და ვტიროდი. ვიჯექი და ვტიროდი და მე ხო აი მორჩი ამ ტირილს, ხო გავიაზრე რა ხდება. მე მეკეთა შიო და ზუსტად გეტყვი 12 საათი ვალაგებდი ამ შეკვეთებს. გაუჩერებლე. აი მოსაფსმელად გავდიოდი, შემოდიდი, არ მიჭამია. ვალაგებდი შეკვეთებს, იმიტომ რომ უბრალოდ არ წყდებოდა. და გუშინ მოხდა კიდე ძალიან მაგარი ამბავი, რომელიც კაი გაჩვენებ ვინ მომწერა. აბა რომ უნდა შეკვეთა. და არ მინდა იცი რატო არ მინდა თქმა? იმიტომ რომ არ ვიცი დადებს თუ არა. მიხდი თუ დადებს მე მაშინ ხო აი ნახე და თუ არ დადებს გამივა ქართველებს რო გამოსდით ხოლმე ხო იცი რაღაცებს რომ მარიაჟობენ და მე არაფერი რო არ გამოდის ხო თუ დადებს ნახავთ რომ დადებს აი ამან შეუკვეთა
არ არსებობს. აი ხა ველოდები რომ ანუ ეხა ბენი ალაგებს ხვალ აქვს ხო და არ ანუ გეტყვი საიდან მე გეტყვი საიდან მე მაქვს თეორია რომ ჩვენი პროდუქტი ანუ მე ხო სულ შეტენვაზე ხარ ხო ეხა ეგ არის მარკეტინგი რასაც აკეთებ ხო იხდი ფულს აგერ იქ ფეშენ ვიკზე გახვალ იქ და იხდი რომ გთხოვთ გამაშუქეთ რაღაცა არავინ ისე არ გაშუქებს არაფერი ისე არ ხდება რა ეს რაღაცა ხო ვიღაცემა მომილოცეს Times Square-ზე ბილბორდზე გას აი გილოცო კი არა იხდი და ისე მოხდი მან თორე ვინ დაგდებს ისე მაგრამ ნუ სულ ცდილობ რომ აი ვიღაცა გაიცნო იქ ვიღაცას რაღაცა რომ სადღაც მართლა ხო და აი ესე გაცნობით და იმითი და ამითი მოვხვდი ვიზაჟისტთან. დიანა ქვია, დიანას მოვიკითხავ. იტალიელი გოგო არის, რომელიც მუშაობს Today Show-ზე NBC-ში. ხო. მაგარ მოეწონა რაღაცეები და მიიტანა და ჯენა ბუში არის დილის გადაცემის წამყვანი, რომელსაც ბუშის შვილი, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩვენი ტურსაცხები. და ნუ კაი ერთხელ გამოიყენა, ორჯერ გამოიყენა და ეხა დავდეთ ხელშეკრულება რომ ყოველთვიურად ვამარაგებთ. ჯენას ამ თავისი საყვარელი ტურსაცხებით და მე ამ ვიზაჟისტმა თვითონ მითხრა რომ იმათ ჯიმი ფელონთანაც გადაიტანესო რაღაცეები შენიო. ანუ ვის გაუკეთეს არ ვიცი, ვიღაცა სტუმარს. არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს მომღერალი ბენჩი, შეიძლება ეს იყოს არ ვიცი, ვიღაც Taylor Swift-ი, რომელიც სტუმარია. აი არ ვიცი, სამწუხაროდ ეგ წდომა არ მაქვს, მაგრამ ხო ხდები გონებაში რა ხდება და რომ აი იკეთებს NBC-ში ჩემი კოსმეტიკა დევს და ამას იკეთებენ და აი ცოტა ვკანკალებ ხოლმე, მაგრამ მე მგონია რომ იქიდან. არ ვიცი იყო გადაცემაში რომელიღაცაში ხა გასაკვირი არ იქნებოდა რომ იქ ყოფილიყო. არ ვიცი აი საიდან და რაღაცა მოეწონა და მაგიტომ შეუკვეთა. და ეხა ველოდე ანუ დადებს. იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაცა რომ შეუკვეთა, რომ უკვეთა იქ მეილიც წერია ხოლმე და ეგრევე მივწერე რომ გამარჯობთ მეთქი არ მინდა თქო თანხა. რო იცოდეთ просто ვის არ ვართმევ თანხას. ანუ იმას აი მაგრა გადაათასმაგეთ და იმას მაგრა კიდია ეხლა მე თანხას რო არ ვართმევ, მაგრამ ნუ ანუ ამით ვიგულისხმე რომ იქნებ თუ მოგეწონება დადებ თუ რაღაცა. ხო და ძალიან დიდი მადლობა და ეხა მაგისმა მან მომწერა მენეჯერი ყავს ბრაიანი მაგან მომწერა რომ ძალიან ელოდება თქვენ ხო და აი რამდენ ხანში მიუვან ხვალ აგზავნის ბენი და ვაკეთებთ პრიორიტეტულ გაგზავნას ვაკეთებთ სასწრაფოდ შევუკვეთე ყუთები რაღაცა დიდი ყუთები ვარდისფერი რაღაცა მთელი იმით ბრენდინგით და ყოველ არ ვიცი აი მე მართლა გეუბნები მაგ არის მთელ ოჯახზე ვარ შეყვარებული ანუ იქნება დიშვილები დებიც ანუ ვუყურებდი მაგ იმას შვილები ხო შვილებს თავისი აქვთ ახლა და მიხდი შვილებს აი არც არასდროს არ დადებს მაგრამ თვითონ მე დაზებ ვაფრენ ან თვითონ ეგადაც ჩემი საყვარელია და ანუ არავის არ ესმის რა აი ვუყურებ ანუ აი რომ მომწყინება ხოლმე დავიწყე 4 წლის იყურება მე ისევ თავი დავიწყებ ვერთობი და ვაფრენ იმიტომ რომ მაგაზე საოცარი ოჯახი არ არსებობს მეც ძალიან ვერთობი მაგითაც ძალიან ვერთობი და კიდე ერთი ქალი არის რომელსაც გავგზავნე ოღონდ ახლა ეგეთი დიდი სახელი არ არის არ ვიცი იცი გაჩვენებ მაგასაც გავიყურებ თორე მარია ჟობის გადაცემა მაგრამ თქვენ არ გეუბნებით ანუ შენს მაყურებელს იმიტომ კი არ ვეუბნები რომ რაღაცას ვმალავ უბრალოდ მაინც მოხდეს ანუ არ ვიცი დადებენ თუ არა და აი ეს რაღაცა რომ მარია ჟობენ ხოლმე არ ხდება ხოლმე მე ხო აი რაღაცა არ ხდება და მე მაგალითად მქონია ეგეთი შემთხვევა რაღაცაზე აჟიოტაჟი და აჟიტირებული რო ყოფილ ვარ რაღაც მithქონს და მე ის ზოარი ფიქრო რომ ვიტყუები გეცოდინებ ახლა ხან დაახსენე ეგენი ყოველი აი მე ვიცი ეს ეხა არის პროსტა აი მე როგორ ვიყავს ანუ ესეც ვაიმე უკვეთავს ახლა ვაიმე გონია რომ მე და აი მე ვარ რა იცი რა დამემართა გუში შენ ჩემ დასიცნობ ბუბუს ხო და იცი როგორ გიოდით გუშინ მე და ბუბუ აი საოცრება იმიტომ რომ ღმუოდით თან მე ხომ მიდის გადამოწმება ნაღდია მე მისამართი რომ მე მოგწერა ეგ მაგ წრეში დატრიალდება ხო და ერთი წრეა ხო ერთი წრეა იმიტომ რომ ის არის და ეხა ორი მაგ წრიდან რომ იმას იზავს უეჭველი ცოტა დავაკაკუნოთ რომ ხე ნუ თუ დადებენ მიხვდებით თუ დადებენ დავდებთ მეც დავდებ რომ აი ნახეთ აგიყო აუ იმედი მაქვს დადებენ და საერთოდ ეს ნუკი კოსმეტიკის იდეა საიდან წამოვიდა? არაფერი ისეთი კოსმეტიკასთან კავშირი მე არ მქონია არასდროს. უბრალოდ მე მქონდა ერთი წითელი ტუჩსაცხი, რომელიც აზერბაიჯანში ვიყავი რაღაცა ყდის გადაღებაზე. იქ იყო მილა იოვოვიჩი და კიკალა იღებდა მილას
და მილასგან დარჩენილი ტუჩსაცხი იყო, ანუ მას რაღაცა მოსწონდა იტალიური ბრენდი იყო, ეხა ის იტალიური ბრენდი აღარ არსებობს. ეხა არის ნუკი. ეხა არის ნუკი. და ეს ტუჩსაცხი წამისვეს მაშინ აი იმ ყდაზე და ისეთი ლამაზი ფერი იყო ეს წითელი, რომ გავგიშდი და გადავუღე ფოტო, მე შევუკვეთე, ვიყიდე, გავთხოვდი ამერიკაში და ბენი უკვეთავდა ხოლმე, ანუ იტალიაში შეგეძლო. ეს არის რაღაც ცნობილი ბრენდი, ანუ არ გეცოდინებათ, არც Sephora-ში არსად არასდროს არ ყოფილა. აღარც მახსოვს რა ერქვა და ვუკვეთავდი ხოლმე 7 წელს 10 წელს ესე და სულ მქონდა რა ეს წითელი რაღაცა signature წითელი იყო. სულ ხმარობდი და პანდემია რო დაიწყო, დაიხურა ეს ბრენდი. ანუ გაკოტრდნენ, დაიხურნენ და ეს ერთი ცალი მქონდა დარჩენილი და ბენს ვეწუწუნები რა, მეთქი ჩემი ტუჩსა. ანუ ყველაფერი, ყველა სამყაროს დედა ეტირა და მე ტუჩსაცხზე ვტირი თუ რაღაცა და ვერ მომითხრა რა ეხაო, წარმოედგინე, აი ყველა ეს ქარხანაო, ყველა ეს ტექნოლოგი ვინც არისო, უსაქმურად არისო, ანუ არავინ არ მუშაობს და მოდიო რა ვიპოვიო, ვინც აკეთებსო ამ ყველაფერს, 12 კაცი იპოვა. ესე იგი ეს არის ქიმიკოსი, ვინც ამას აკეთებს, მეორე ვინც ფორმულას აკეთებს, მესამე ვინც გეხმარება აი FDA მოკრა და რაღაცეები, იმიტომ რომ ნუ ეხა ამერიკელია ბენი და ეგრევე მითხრა რომ ეგრევე ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მოდი გაგიკეთებო რა მაგასა და გაგიკეთებ იყო როგორც საუბარიც 100 წელს გაგიკეთებ რომ ხმა აღარ ამოიღო და ეს 12 კაცი რომ შევკარით იმათ მოთქვეს რომ 100 წელს არავინ არ გაგიკეთებს ძვირფასო უნდა იყოს რაღაცა 10000 წელი და ну 10000 წელი, კაი გამიკეთეთ მეთქი 10000 წელი და ну დავარქვათ ну კი რა, რა ვიცი, ჩემ გოგოებს Instagram-ზე გაუზიარებ და მე ზოგადად ესეთი ურთიერთობა მაქვს ჩემს გამომწერებთან, რომ აი დაკალობთ, მართლა ეს არ არის, რომ რაღაცებს ვატყუებ, რაღაცებს ვცდილობ რომ ვაჩვენ როგორი ლაქშერი ცხოვრება, მაგრამ ანუ მართლა რაც არის ის არის და სულ გვაქვს ესეთი კომუნიკაცია და ვიფიქრე ჩემ გოგოებს გაუზიარებ თქო და ну რომ ჩამოვიდა ეს ტუჩსაცხი და შეფუთვაც არ ქონია არანაირ. ანუ ყველაზე ისეთ როგორ იყო, იცი, პლასტმასა უნდა ამერჩია და მაგ პლასტმასას ტესტავენ, რომ არ გასკდეს ყელი. ტუჩსაცხის ყელი თუ სკდება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ქონია, რომ სკდება. ესე იგი ამ პლასტმასა რაღაცა რეაქციაში შევიდა ისა ეს ან აჭრელდა ან ისა, რომელზეც გაიარა ასე ვთქვათ ეს რეაქცია და არაფერი არ მოვიდა, ეს ავიღე, რაღაც პატარა დიზაინი გავაკეთეთ და მორჩა და გათავდა და ხა არანაირ ეს რაღაც ბიზნესად არ იყო წარმოქმნილი, დავდე რომ აი ესე მეთქი წითელი ტუჩსაცხი გამოვიდა თქო. პირველივე დღეს გავყიდეთ სრულად ყველაფერი. ანუ მართლა თან წინა საახალწლო პერიოდი იყო. გავყიდეთ და ნუ კაი იყიდეს ერთია დაიწყო მოწერა რომ ესეთი ტუჩსაცხი არასდროს გქონია რა მაგარია მე დაიწყო რომ ისეთი ტონალური გვინდა რომ ეს სქელი არ იყოს და თან პირბადეზე არ გადადიოდეს იმიტომ რომ პირბადე იყო აუ მეთქი ხა პირბადეზე არ გადადიოდეს დავალება მივეცი ჩემს ჯგუფს ანუ ჯერ არსად არ მიდიხარ თქო 12 კაცს უთხარ იმიტომ რომ ვემშვიდებებოდი რა უკვე მადლობა რომ ტუჩსაცხი გამიკეთეთ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენ დადანაშაულობა ნახომდის და აპაპა მეოცარ მოიცადე შეგიძლია ერთი წუთი ტონალურის გამიკეთოთ გავიწყეთ ამ ტონალურის გაკეთება აი რაღაცა არმანი ავიღეთ, შარლოტა ავიღეთ ეს ერთმანეთი რაღაცა იმისი ეს მომწონს, ამისი ეს მომწონს ის გავაკეთეთ, გაიყიდა. აი ახლა ნიუდი გვინდა ისეთივე ხარისხის როგორც ეს არის. მოდი ისეთივე ხარისხის. მე როგორ იყო, იცი, ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომლმა უკვე რო სტენდები გქონდა, სუნამოებიც რო გამოვუშვით, ერთ-ერთმა ჩემმა თანამშრომელმა East Point-ში მითხრა, რომ აუ რო კარგი სუნამო გვაქვს, მაგრამ იცი რა არის, აი ხა ხელფასეო მაგროებ კიდე ერთ ხელფასზე და ბაკარაც ვიყიდია, მაშინ ბაკარატი. მე ვთქვა რატო იყიდე, მოიცადე? გავაკეთებ. დავადუპებ რა პრობლემაა? დავადუპებ ბაკარატი. ეხა სხვა შეს შენთან ვიტყვი პირველად აქამდე გქონდა რაღაცა მას-მარკეტის სუნამოები და წელს პირველად ეხა აგვისტოში ველოდებით უკვე გაკეთდება ლუქსის სუნამო, რომელსაც გვიკეთებს ლელაბო. თუ იცით რა არის ლელაბო, იცით რა არის ლელაბო, თითო სუნამო ღირს $400. ეს არის ტოპ სუნამო, რომელსაც ჩვენ გავყიდით 100 ლარზე ნაკლებად. ეს იქნება საიმიჯო აქცია. ეს არ იქნება საშემოსავლო, ეს იქნება წაგებითი სახის, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა მოხმარებელმა იყიდოს და თქვას რომ ანუ ეს შეუსაბამობაში შედის ხარისხთან და ჩვენ ეს სარეკლამო ხრიკია ერთგვარი, როდესაც აგებ ერთ პროდუქტში, ანუ საერთოდ არ გაქვს მოგება და წაგება გაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ეს არის რაღაცა, ანუ ეს იქნება უპრემიუმეს კლასის ელიქსირი, ფერამონებით იქნება თან. და აი ეგ რამდენად გიღირს? აი მაგას ვახსოვ, აი წაგებაზე. ანუ ნახე, ყველაფერი ხო არ არის ეგრე. ყველაფერი წაგებაზე არ არის. რა თქმა უნდა, თუმცა იმასაც სულ ვიძახი, რომ როგორც ხედავთ, ახლა განსაკუთრებულად მდიდრად არ ვცხოვრობ, იმიტომ რომ
არ მინდა ფულის კეთება საქართველოში ამ ბრენდზე. ეს ბრენდი არის აუთენტურად ქართული, ეს არის შექმნილი ქართველი ქალბატონებისთვის, მათთან ერთად, იმიტომ რომ როცა მომხმარებელი მწერს, რომ აი, ეხლა ეს ორაგული სპერმა რო გითხარ, ეს მომხმარებელმა მომწერა, რომ ანუ ყველას ტოპ ბრენდს აქვს ორაგული სპერმა. ეგრევე გადავეცი კორეაში, რომ ორაგული სპერმა სასწრაფოდ თქო, დიდი დრო დაგჭირდა, რომ ეს ლიცენზია აგვეღო, იმიტომ რომ არსებობს PDRN-ი, ანუ სხვადასხვა DNM-ი არსებობს ამ ორაგულის და ის სწორი უნდა ირჩიო, რომელიც მართლა ეფექტურია. Medicube-თან ერთად დავიწყეთ ახლა თანამშრომლობა და რაღაცა კრემებს ისინიც გვეხმარებიან, მათი ქარხანა და მათი ტექნოლოგიები რო გავაკეთოთ. მე ფულს აუცილებლად ძალიან დიდ ფულს ვიშოვი, ოღონდ ამას ვიშოვი, როდესაც Nuki Cosmetics-ი გახდება გლობალური ბრენდი. ეს გახდება ამერიკაში თუ ევროპაში თუ სადღაც, მაგრამ ეს არ იქნება ქართველებზე ნაშოვნი ფული. ნუ აი ესე მინდა. აი ესეთი ევროპაში არის ახლა ყველა ევროპულ ქალაქში შეიძლება Nuki Cosmetics-ი. ოღონდ შიპინგით კი და მივიტან სახში ნებისმიერ. ეხლა ერთადერთი აი გერმანიაში გვაქვს მიწოდება, უბრალოდ რატომღაც არის ძვირი გერმანიაში მიწოდება. დანარჩენი იქნება ეს ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, ესპანეთი, ნებისმიერ ადგილას ვაწვდით, ავსტრალიაში ვერ ვაწვდით. რუსეთში არ ვაწვდით. უკრაინაში ვაწვდით. და სხვათა შორის ბებეჩემ მითხრა საკუთარ თავს თუ არ შეექებს, სხვა არ შეგაქებსო და ეხლა შევაქო ჩემ თავს. როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ სპეციალურად ავიყვანეთ უკრაინელი გუნდი იმისთვის, რომ დაგხმარებოდა კიევთან ახლოს და წელს ჩვენ მივიღეთ ჯილდო. წელს არა უკაცრავად მეპატე შარშან 2025-ში დაგვაჯილდოეს იმითი, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ბრენდი, ყველა გავიდა უკრაინიდან და თქვენ შემოხვედით. ბევრს არაფერს არ ვაკეთებდით, მაგრამ დავასაქმეთ. ანუ რაც აი რაღაცების დაკრობა და რაღაცები რაც იყო, მაგაში გვეხმარებოდნენ დაბეჭდაში და რაღაცეებში და გადავრჩით, იმიტომ რომ ბრენდი ეხლა მათი ბრენდი არა აქვთ ასე ვთქვათ ქარხანა. ეხლა ვმუშაობთ, იმიტომ რომ თქვენ მაშინ ხართ დაგვეჯერათა და ძალიან მესიამონა, ეს რაღაცა დიდი სიგელი გამოგვიგზავნეს Nuki Cosmetics-ი Georgia Ukrainian friendship და რა მაგარია. ხო, მე ძალიან ვამაყობ, რომ ესე მოვიქცეთ. ძალიან ვამაყობ. მცრემლი მომადგა მე კინაღა მე ვიცი. ძალიან გაგვიმრუდა ცხოვრება, იმიტომ რომ მაგის გამო ვაგვიანებდით პროდუქციის დამზადებას, აი რომ დამზადება მე გადავა ისე პოლონეთში ხდებოდა ეს ნაწილი და აი რომ ვიფიქრეთ რომ რაღა პოლონეთში, აი ხა უკრაინას ესე უჭირს და იქ ხალხი სამსახურს კარგავს, მოდი აი იქვე იყოს უკრაინაში და ესე გადავა ნაწილით, რის გამოც მართლა ძალიან ვაგვიანებდით შაშან ყველაფერს. და ეხლა უკვე იმას მოგვითხრას ჩვენ უკვე ფეხზე დავდექით და აღარ გვინდა მადლობა. რა მაგარია. იცი რა მაინტერესებს, მაღაზიის გახსნას არ აპირებ? აი როგორც აი Sephora, მაგრამ აი Nuki-ის პატარა სტენდივით. ეს საქართველოში 10 გვაქვს. აი ესე ხომ არის თვითონ აი კონკრეტულად. იცი რა არის, ნახე, იჯარა იმდენად დიდია ეგეთი სივრცეების, რომ არანაირი აი ხო გეუბნები, მართლა არ მაქვს ისეთი ფასნამატი. რომ მე შევძლო და ეგ გავქაჩო. პლუს მე მაქვს მუღამი, რომ ჩემს თანამშრომლებს ჰქონდეთ სუპერ მაღალი ხელფასი. როგორ გითხრათ, ჩემი თანამშრომლები დაფრინავენ ევროპაში ისვენებენ. ეხლა გავუშვით Fashion Week, პარიზის Fashion Week-ზე იყვნენ წასულები. Disneyland-ში გავუშვით, იმიტომ რომ ცნებად ჰქონდა ორ თანამშრომელს იქ წასვლა. რა მაგარი გოგო ხარ, აი უბრალოდ აი მინდა რომ ჰქონდეთ დაზღვევა. და ეხლა მაგაზე ვმუშაობ, რომ ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა. მინდა რომ აი ხელფასი ხო აქვს რაღაცა სტანდარტული. ჩემი თანამშრომელი, ვინც მუშაობს ჩემს სტენდებზე, სავსებით შესაძლებელია რომ თვეში ადიოდა 3000 ლარზე ხელფასზე. და აი მე მირჩევნია რომ იმ გოგო მიშოვოს 3000 ლარი და არა მე ვიხადო 8000 ლარი იჯარაში და დიდი მაღაზია გავხსნა და რაღაცა შამპანიური დავარიგო. აი მიხდი სხვანაირი ის მაქვს ფასელობები. რაღაცები ყოველთვის არის რომ რაღაცები გჭირდება ხოლმე. აი გქონდა ახლა შემთხვევა რომ ჩვენ ერთ-ერთ თანამშრომელს სჭირდებოდა თანხა მამის დასახმარებლად და ჩვენ როგორც Nuki Cosmetics-მა გადავწყვეტეთ რომ მამას დავხმარებოდით. ისე რომ აი კი არ გვედო ინფორმაცია რომ აი გთხოვთ შევაგროვოთ ფული და ის ნერვიულობდეს ამაზე და არ იყოს ჩართული საქმეში და დარდობდეს რომ ნეტა შეივსო თუ არა თანხა. არა, ჩვენ ავიღეთ კოსმეტიკი, ან ჩვენი კომპანიიდან თანხა და მთლიანად დაუფინანსეთ მამას მკურნალობა.
საოცრებებს ლაპარაკობ. მე მთელ ჩემ ბავშვობა შენ გიყურებ და გიждდებოდი სულ ის ქალების გადაცემას, რომ ყველაფერს ვუყურებდი და სულ აი შენგან მოდიოდა ისეთი პოზიტიური ენერგია და ისე კაშკაშებდი ჩემთვის, რომ ვერ წარმოიდგენ, მაგრამ ეხლა რეალობაში რო გელაპარაკები, საერთოდ არ ვიცი, აი რებს ამბობ საერთოდ, ანუ რანაირი ადამიანი ხარ? მე ძალიან დიდ არა, ეგეთი ძალიან კარგია. რატო არა, მართლა არ ვარ. ანუ ავთენტური ხარ ჩემთვის და ის ხარ, რაც ხარ და არ არის რომ აი მოჩვენებითი და რაღაც ამბობ კარგსაც და ცუდსაც და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გადასარევი არ არის, მაგრამ ნუ ვცდილობ, ცხოვრება ხო რა არის? ცხოვრება არის აი სულ რომ ეცადო, გაიზარდო და გახდე უკეთესი და უკეთესი. და მეც მუშაობ საკუთარ თავზე. შარშან უარესი ვიყავი წელს უკეთესი ვარ. იმედი მაქვს რომ მომავალ წელს კიდევ უკეთესი ვიქნები. მომავალ წელს ნუბი კოსმეტიქსი რო იპყრობს საერთოდ ყველაფერს. ნახოთ, იმედი მაქვს. ძალიან მინდა. აი, ოღონდ ძალიან უცნაური სურვილია ეს მინდა, იმიტომ კი არა რომ როგორ მინდა რომ გამომივიდეს და აი მილიონერი გავხდე. ეგ არ მინდა. მინდა რომ აი უბრალოდ აი ეს შრომა რაც მაქვს ჩადებული ეს დაფასდეს და აი გახეთქოს ის რომ მილიონერი გავხდე და რაღაცები ეგ ცოტა სხვა გზით მინდა. ეგ რაღაცა მინდა რომ აი სამსახიობო გზით რაღაცა გამომივიდეს ან რამე ფილმში გადამიღონ და აი ძალიან ცნობილი გავხდე. ეგ რა თქმა უნდა ეგ ამბიცია მაქვს და სურვილია, მაგრამ აი კოსმეტიკა ესეთი ბავშვივით საგანია რომ როგორც ბიზნესი ისე არ უყურებ. და კარიერულად აი რას აპირებ? კარიერულად დავიწყე მე რაღაც გადაღებებზე სიარული, აი ოღონდ ძალიან ბუჩქის როლში ვიყავი სულ. და მე დავორსულდი ოვიზე, მე ისევ დავიწყე, მე შიო, მე ეს კოსმეტიკა რო დაიწყო, აი მართლა გეუბნები, ჩემი გრაფიკიც როგორ არის დილას რო ვიღვიძებ, რადგან ჩვენი ძირითადი ქარხნები არის ყველა ევროპაში და კორეაში, მიწევს რომ დილას ვესაუბრები ევროპას, აი რო გავიღვიძებ, იმათთან უკვე 5 საათია და მე უკვე ვიწყებ აი სანამ წავლენ ოფისიდან მოგვარებას ყველაფრის. მე უკვე მე ვიწყებ შეფუთვას, ხო შეიძლება ვფუთავ მე თვითონ ყველაფერს. ანუ აი ესე სახში ვზივარ და ვფუთავ, აი ქარხანა ვარ ჩვენ ვფუთავ, თან ველაპარაკები ხოლმე, ხო იცი პროდუქციას რო ვფუთავ. იმიტომ რომ ხო ვიცი რომ ემიგრანტი, აი დავინახავ რომ ვიღაც მარიამ რაღაც არის. აუ იმედი მაქვს საბუთები გაქვს, თუ არა გაქვს გამოგივა, გეხვეწები, მინდა რომ მალე შეძლო სამშობლოში დაბრუნება და ეს ველაპარაკები ამ შეფუთვებს და ისე ვუგზავნი ხოლმე და რაღაც აი მინდა რომ ხვალ თუ მიდიხარ რამე ინტერვიუზე ყველაფერი გამოგივიდეს და ესე ველაპარაკები ყველა შეკვეთას. გულით აი ძალიან მინდა რომ აი კარგი მოუტანოს. ხო იცი აი რაღაცა ხო არის რომ აი ჰეპი არის შენთვის. მინდა რომ ჩემი პროდუქცია ესეთი იყოს მათთვისაც და ამას რო ვაკეთებ, მე უნდა გამოვიყვანო ბავშვი, მე მეორე უნდა დავბანო, საშინაო დავალება, მე საღამოსკენ კორეა იღვიძებს. მე კორეასთან მიდის ზარები, ზუმების და ამიტომ აი ეს ნაწილი რაც იყო სამსახიობო კარიერა, რაღაცა მოხდა ისე რომ გადავდე გვერდზე. ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ მინდა ამის კეთება. აი ეგ ის სფერო არა, სადაც ძალიანაც მინდა რომ რაღაც გამივიდეს და არაფერი ჯერ არ გამომდის საერთოდ. და ერთ რაღაცას გეტყვი, ეხლა თქვი სხვა პოდკასტში, მაგრამ იქ ბევრი იცინეს და მე მგონი ვერ გაიგეს, მაგრამ ძალიან მინდა რომ მივახვედრო ეს მაყურებელს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს რაც გავიგე ძალიან ისეთი იყო რა, შემიცვალა ცხოვრების. აი სულ ვიძახდი რომ რაღაცა არ გამომდის, იმიტომ რომ დაბრკოლებებია. და ეს რაღაც გავიგე, ახლა ვეცდები რომ კარგად გადმოგცე. თუ გარეთ წვიმს, ხო? ნუ არ გავალ გარეთ, იძახი. დავრჩები სახლში. თუ გარეთ წვიმს, მაგრამ ძალიან გშია, ადგები აიღებ ქოლგას და წახვალ გარეთ, იყიდი საჭმელს დაბრუნდები სახლში. თუ გარეთ -20 გრადუსია, ნუ არ შევჭამ მაგის დედაცვატირე დავრჩები სახლში. მაგრამ თუ ბავშვი ავათ არის გარეთ -20 გრადუსია და წამალი არ გაქვს, ჩაიცმევ თბილად და გახვალ და იყიდი საჭმელს. წამალს. ანუ რა გამოდის? დაბრკოლება კი არ გაჩერებს, შენი мотиваცია გაჩერებს. რამდენად გინდა ის მიზანი, რისთვისაც მიდიხარ. არა ის რამდენად დაბრკოლებით არის გზა, არამედ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიზანი. და მე ხვდები ესე იგი აქამდე არ იყო მნიშვნელოვანი ის იმდენად, რადგან დაბრკოლებებს ვაბრალებდი, რომ რაღაც არ გამოდიოდა. ნუ ან უნიჭო ვარ და ტყუილა ვატრაკებ. ეგეც როგორც ვარიანტია. მე მაგალითად ეხლა ძალიან შთამაგონა, იმიტომ რომ აი არ მიფიქრია მაგ მხრივ. ხო ძალიან საინტერესოა. ანუ არ არსებობს ცხოვრებაში დაბრკოლება, არსებობს უმოტივაციობა, არსებობს მიზანი იმდენად ძალიან არ გინდა. იმიტომ რაც გინდა იმას აუცილებლად გაიგო. ესე ვფიქრობ, რას ვაკეთებდი არის? არა ხო, ეგრეა. ეგრეა, არ არსებობს. საკმარისად არ გინდა. ყოველთვის ეგრე ვიქცევი. არასდროს არ უნდა შეხედო გარემოებას, ყოველთვის უნდა შენი საკუთარი თავით იმოქმედო. ბახვამ თქვა ერთხელ ძალიან მაგარი რაღაცა, აი ესე საუბარში და მე მგონი თვითონაც ვერ მიხვდა რა თქვა
და მე ისე დამამახსოვრდა ეს, ისე დამამახსოვრდა, ჩამჩა სამუდამოდ. რაღაცაზე ვლაპარაკობდით, ბევრი ვიყავით და ვიღაცამ თქვა, იქ ვერ წავალ, გოიმობა არისო თუ რაღაცა და ბახომ თქვა, ჩემთვის ეგეთ რაღაც არ არსებობს, გოიმობა არ არსებობს. მე სადაც მივდივარ, მე ვქმნი გარემოსო. და შესაბამისად, რაც მე ვარ გოიმობაშიც და არა გოიმობაშიც და ისეთ გარემოშიც და ესეთ გარემოშიც. ამიტომ აი მეობა არ უნდა დაკარგო და სადაც არ უნდა იყო, რა სიტუაციაში არ უნდა მოხდე, უნდა იყო შენ. მაგანაც ძალიან დამაფიქრა. ეს სამი რაღაც ჩავიბეჭდოთ ყველამ თავში. დაიმახსოვროთ. გავიმახსოვროთ. და შენი სტილის ინსპირაცია ვინ არის? არ მყავს ესე ინსპირაცია. აი ესე ვიღაცა ჩემ დასყავს მაგალითად ბუბუს ხო ვიღაცებს გამოიწერს ხოლმე და აი ეს მომწონს ელზა ჰოსკი ვიღაცები მოსწონს და აი იმის ჩაცმულობა იმის გარდერობი მინდა მთლიანად მე ესე არ მაქვს აი ერთადერთი ვიზეც ვფიქრობ ხოლმე რომ ალბათ მისი გარდერობი ძალიან გამიხარდებოდა არის აი კერი ბრედშოუს პერსონაჟის ამან თქვა შენც გინდა არა შენ მე ხო მომბაძა იმათორემე სად იყოს არა რა თქმა უნდა ძალიან მომწონს ანუ აი იმისი რაღაცები მომწონს ძალიან და იმ გარდერობს ვიქონებდი მეტი აი ესე ვიღაცა რო ვთქვა რომ აი იმისი მომწონს ან ის ინსპირაცია ეგრე არა იმიტომ რომ სულ ნაყარ აი შეიძლება სიმართლეს გეტყვი ეხლა დღეს ნახე უბრალოდ ეხლა მიხვდებით რამდენად გარეკილი მაქვს ვერ გადავწყვიტე რა ჩამეცვა შენთან რომ მოვდიოდი. ხო, რაც ყველას პრობლემა. ამიტომ ჩავიცი ორივე კაბა. და ვიფიქრე რომ ტაქსში გადავწყვიტავ რომელი მინდა თქო. ანუ აი ესეც ვარიანტია. ხოთი? აი ეს ერთი ვარიანტია. ეს მეორე ვარიანტია. და რო ვერ გადავწყვიტე, აი ეს რო გავდიოდი ბუბუმებრ. დეგენერატი და მეთქი ტაქსში გადავწყვიტე. ანუ რა უნდა ხო ტაქსში გავიხდი ამას, იმას დავტოვებ თუ არა და ამაში დავრჩები და მე ვეღარ მოვასწარი ამის გადაწყვეტა, იმიტომ რომ ცოტა დავაგვიანე შენ პოდკასტზე, ხო და დავში ორივე კაბაში. ეხა ის გაიხადე და შავეთ. მეორე კაბაში ჩემ. შენზე აიკონიკ ადამიანი არ არსებობს. ძალიან მიყვარხარ. აი. ან რომელი ჯობდა მითხარი? ეს უფრო ისეთი. ხო, ეს უფრო რაღაცა სექსოვანია. აი, ეს იყო მეორე ვარიანტი, ხო, ხნა და ტაქსში და გადა მეწყვიტა. რასიც მევდი? რომელი ჯობია? აი ორივე ხარ შენ. ასე აღარ ვიტირებდი ეს რომ. და ხო და ვაპირებდი რომ სანამ მოვდიოდი გადამეწყვიტა რას ვიცმევ და ეს არის ცოტა კაცრი ის არის აი ლაითი ეს ცოტა ნაჭამი რო ვარ აი ამას ვგრძნობ მიხარ არა ისეთ ტანზე ხარ რომ საერთოდ არ გეტყობა რომ შვილი გააჩნია რამოდენმე თვის წინ რა ვიცი ნუ უკვე 6 თვის წინ 6 თვე ცოტა ცოტა და პირი მოვკუმო ჯერ არ გამომდის მაგრამ არა იცი რა ძუძუზე რომ მყავს სუმშია და სუმინდა ტკბილი არ მიყვარს მაგრამ აი ბავშვი სამბავში სუსტ ტკბილი მინდა და ვერ დავიკელე ჯერ მაგრამ არა უშავს საერთოდ მაგრამ მე ვგიშდები როგორ შეიცვალე ჩდობა ეხა ცოტა ძალიან ისეთი ნაზი ხომ მკითხე მე ნაზი მე ხალხს მკითხე რომ რა გაინტერესებთ მეთქი ნუკისგან მეთქი პოდკასტში რამოდენმე კითხვა თქო და რადგან ეს ყველა კითხვა მე დავსვი ერთ ორს გამოვაშუქებ მიდი და წავიკითხო იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა რატო არ შემოვიდოდა რას გვირჩევ 16 წლის თინეიჯერ გოგონებს რას გირჩევთ ვაიმე ბოლომდე გაერთეთ იცინეთ რაც შეიძლება უფრო მეტი სცადეთ ყველაფერი რის იმცდელობაც გექნებათ იმიტომ რომ ყოველს დიდ შეცდომათ იცი რა მიმაჩნია სამყაროს შეცდომათ რომ 16-17 წლის ასაკში უნდა აირჩიო პროფესია აი ეს მგონია რომ არის დებილობა იმიტომ რომ არ არსებობს 16 წლის ასაკში იცოდე რა გინდა ეს იცვლება 100 ჯერ ამიტომ ყველაფერს მიედეთ ყველაფერს მოედეთ ყველაფერი სცადეთ არ შეგეშინდეთ არაფრის შეცდომების დაშვების არასდროს არ შეგიხაროდეთ როცა შეცდომას დაშვებთ იმიტომ რომ სწავლობთ ამ შეცდომაზე ყვარეთ ძალიან ბევრი იცეკვეთ წვიმის ქვეშ აკოცეთ ვის მოგწონთ იმას არინანოთ არაფერი არასდროს თუ არ გწერს იმისი პრობლემაა შენი პრობლემა ეგ არ არის დაქალები შეიძლება დღეს იყვნენ ხვალ არ იყვნენ გული არ დაგწყდეს და დაუჯერე დედას ყოველთვის დაუჯერე დედას იმიტომ რომ შეიძლება დაქალმა გიღალტოს დედა არასდროს არ გიღალატებს ეს ნაწილი უნდა ამოვჭრა და ვისმინო ძილის ხო იცი საფლმე აი მენა მანტრასავით ძალიან კაი ხო არის kiss loud dance under the rain აი მე მგონია რომ უნდა იგიჟო აი შიშველი ჩახტი ზღვაში მე ჩავხტით 16 წლის რო ვიყავი ზღვაში და ოღონდ მთრალზე არ ჩახტე რომ გულმარკ ხიოს
ისე გააზრებულად, ისე რომ არაფერი ცუდი არ მოხდეს, იცურავე ზღვაში შიშველმა, იცინე დაქალებთან ერთად, დათვერი ისე რომ გული აგერიოს და მე ძალიან ბევრი იცინოთ ერთად მეგობრებთან ერთად. თუმცა არ დაგავიწყოს, რა თქმა უნდა, რომ იყო ყოველთვის დაცულად არ დალიო ვიღაც უცხო კაცებთან ერთად, გააკონტროლე შენი ჭიქა, რომ სხვა არაფერი არ ჩაგიგდოს. სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობა, ეს ყველაფერი გაითვალისწინე, საჭესთან თვალი არასდროს არ დაჭდე, არ ჩენ არც ჩაუჯდე სხვას. მაგრამ ბევრი სისულელე გააკეთე. პატრა სისულელები. მიწერე, არა უშავს, მიწერე. მე რეიცინებ იმაზე, რომ რატომ მივწერე მთვალზე. ყველას მიგვიწევი. ვის არ მოსვლი. წარმოგიდგენია ისევ საქართველოს ცხოვრება? კი, როგორ არა. ან გინდა? ყოველთვის მენატრება სამშობლო და ყოველთვის მინდა ხოლმე. აქ განსაკუთრებით რომ ჩამოვდივარ, ეგრევე ვიძახი რომ მორჩა დავრჩები ახლა აქ ისო. ახლა რამდენი ხარ? ახლა სექტემბრამდე ვარ. კენდი როდის იქნება? კენდი არის გზაში, არა ჯერ არ არის გზაში, მალე იქნება გზაში. მოდის იტალიიდან და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. რაღაცა არის, აი ჩვენ გვაქვს კონკიეს ეფექტი და კენდი, რომლის მასალაც მოდის ისრაელიდან. და აი ამ ყველაფერი ამბების გამო რაც ხდება ხოლმე, აი ამ მასალის შეძენა, ანუ შევიძენთ, მე ისინი ეს უნდა ისრაელიდან ჩავიდეს იტალიაში, სადაც წარმოება ხდება, თან კენდი ხელით იღებება, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, ეს ჭყიალები რაც აქვს, ეს არის ხელით შეღებილი, არ არის. გამოთლილი რო არის ეგრანაირად. ეგეც ხელით გაკეთებული, ანუ ესეთი აპარატია, მაგრამ ხელით უწევს გაკეთება, ბევრი ყალიბი ფუჭდება ხოლმე, იწმინდება მე ეს. კენდი არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სამუშაოდ რთული და აი ეს იგვიანებს ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ იქნება ამერიკაში უკვე ჩავიდე პარტია. რა გავლენა იქონია ამდენი ხანი ტელევიზიაში ყოფნამ შენს ცხოვრებას? ტელევიზიაში მოდი ეს საჯაროობაში ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ხა კონკრეტულად ტელევიზიაში ყოფნამ ერთადერთი რაც ტელევიზიაში ვისწავლე, ის არის რომ ხალხი ძალიან პირფერია. აი ვიღაცა სახეში გიღიმის და აი მე გადის და შენ ზურს უკან ლაპარაკობს, რაც აი როგორ არ წარმომიდგენია, ესე ვიღაცა რო არ მომწონს, აი არც ვიმეგობრებ მასთან, არც დავიწყებ მასთან რაღაცა აუ რა ხარ და მე აუ ვიყავი. აი ტელევიზიის გარეთაც ძალიან დიდი პრობლემა. აი ტელევიზიაში ესეც როგორ გამძაფრებულია და კიდე არასტაბილურობის შეგრძნება. აი სულ მუდამ აი ხა ვეუბნებოდი ჩემ YouTube-ზე, შენთან რომ მოვდიოდი ჩემ YouTube-ში, ხა დავიწყე რეალიტის ტიპის YouTube-ი, სადაც ყოველდღე ყველაფერს ვხვდებ საერთოდ და ყვებოდი იმას, რომ შენთან მოვდივარ გადაცემაში. ისე მიხარია, რომ დაიწყო YouTube არხები და პოდკასტები, ანუ ეს ხო შენ ხო უფრო ტელევიზია ხარ, ვიდრე რაიმე რაც არსებობს. იმიტომ რომ ტელევიზია გსხუდავს, იქ პოლიტიკური, აი რაღაცა სამსახური გაქვს, კრედიტი გაქვს, შვილები გაქვს და ბრახ დააბრეხვე რაღაც ისეთი, ვინც ვიღაცა ბიძაღებიან პოლიტიკოს არ მოეწონა, გაგდებული ხარ სამსახურიდან. რატო? მერე პლუს ნახე, პროდიუსერი ფულს იღებს შენგან. რეჟისორი ფულს იღებს, ის იმას იღებს. ეს ტელევიზია საბოლჯამში რაღაცას და ვიღაცას აჭმევს და YouTube-ი არ თავისუფლება. აი რასაც მინდა იმას ვიტყვი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვისაც მინდა დავპატიჟებ და რაზეც მინდა იმაზე ავაკეთებ, ძალიან მომწონს ეგ და აი ეს ტელევიზია მასწავლა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო. და ერთი კითხვა მაქვს, ოღონდ ეს შემიძლია ამოვჭრა, პროსტა ვიღაცამ დამიწერა ეგეთი რაღაცა. რაც გინდა ის კითხვა. ანუ ეგ თქვა, რომ თამოსთან რა მოხდა მაგას? არაფერი არ მოხდა. აი ზოგჯერ არსებობს რაღაცა ჭორები, რომელსაც ვიღაცა აგორებს და მე ამაზე ეგებ აი უხარიათ, იმიტომ რომ რაღაცა რო არ ხდება, გინდა რომ რაღაც მოიგონო და არაფერი. არ არსებობს რომ მე მქონდეს ოდესღაც კონფლიქტი სხვა ქალთან, მით უმეტეს იმასთან, ვინც ისეთივე რთულ სფეროშია, როგორც ჩემი სფერო. ძალიანაც სისულელეა და მე შენი პასუხი მომეწონა ძალიან. ის რო გითხეს, რომ შენ ხო პირველი იყავიო, ვინც ეს კოსმეტიკა შემოიტანაო საქართველოში და შენ ძალიან კაი პასუხი გაეცი. რო იცი რაო, ანუ მე რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის პირველი? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პირველი. ნახე როგორ რაღაცა ეს საქართველოში მოსწონთ ეს დაპირისპირება ვიღაცების. აი ის ჯობია თუ ეს ჯობი. სხვადასხვა კონცეფტი, სხვადასხვა იდენტობა, სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა მესიჯი. მე შეიძლება მომწონდეს დიორი, შენ შეიძლება მოგწონდეს შანელი, მე შეიძლება მომწონდეს კიტრი, შენ შეიძლება მოგწონდეს პამიდორი. პამიდორსაც აქვს უფლება რომ იარსებობს და კიტრსაც აქვს უფლება იარსებობს და ანუ რატო უნდა ვიკამათოთ იმაზე პამიდორ ჯობია თუ კიტრი ჯობია? ყველას თავისი გემოვნება აქვს, ყველას თავისი სტილი აქვს, ყველას თავისი იდენტობა და დანიშნულება აქვს. ის გოგო თავისას აკეთებს, მე ჩემსას ვაკეთებ. რა აჯანდება გინდათ, რატო გაჩხუბებთ? აი two powerful people's ერთმანეთთან რო აჯახებენ, ეგ არის რეალურად რა. იცი რა, უნდათ რომ ან ძალიან ჩახუტებულები იყვნენ ქალები, ან რაღაცა მაინდა-მაინც ხო ანუ არ ვმეგობრობთ. განსხვავდებით, არ დაგვანებთ, არ ვჩხუბობთ, ხო? არ გვაქვს კონკურენცია, რეალურად ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები საერთოდ.
და რომც ვიყოთ კონკურენტები, მაგაში ცუდიც არაფერი არ იქნება. ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს და ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ვიღაცას ებიფავება. ხო, არავის არ ებიფავება. თუ გინდათ მაინდა-მაინც სკანდალი, რამე უკეთეს მოიფიქრეთ. მოიფიქრეთ მართლა. ხო. მაგრამ ნუკის ვერ დააგდებ. ვერა. ძალიან დიდი მადლობა ნუკი აქ რომ მოხვედი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგახსენდი და დამპატიჟე. იმიტომ რა რომ გამახსენე? სულ ძალიან ტოპ ტიპები გყავს ხოლმე და მე მეც რო დამპატიჟე, სიცახი, ანუ ისეთი პოდკასტი გამოვიდა ჩემი აზრით, რომ მართლა არ ვიცი რა ვთქვა. აი ძალიან მიხართ, რომ გატირა ცოტა. ხო, არ მიტირი არცა. ძალიან დიდი მადლობა ირინა, რა კარგი, ანუ აპლოდმატირა. მაგრამ ძალიან, აი, მართლა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. თან ესეთი აი უცბად რომ მიპასუხე. მაინც ახლა ფუბუს კი მივწერა და რაღაც, მაგრამ უცბად რომ მიპასუხე და ეგრევე. იმიტომ რომ შენი გამომწერი ვარ და მომწოხარ ძალიან. ძალიან მიხარია ფანი და ვარ შენ. ძალიან მიყვარხარ და აი ძალიან მიხარია რომ ესე გაგიცანი და არ ვიცი. აწივ მეგობრობთ. მეგობრობთ. მე ვარ ნუკის მეგობარი. მე ვარ ირინას მეგობარი. კარგად.